რო გაძვირდა სიგარეტი, შეიცვალა, აღარ ეწევა ხალხი. რა შუაშია ეგ ადამიანი თვითონ უნდა იყოს თავის თავში მობილიზებული. რო წესრიგი არ დაარღვიოს, თორე 100 ლარი კი არა 1000 ლარი რო გახდეს, ჯარიმა ყოველთვის იქნება და დარღვევა. ამას ვერ აღმორფავენ, შანსი არ. ეს არის უბრალოდ ბიუჯეტში თანხის შევსება, მეტი არაფერი. ამების კეთებას ჯობია გზები გააფართოვონ, ზედმეტი სვეტაფორები მოხსნან. ამიხსენით ერთი, სადაც ქვეშ გადასასვლელი არის. და 10 წლეულობით მოქმედებს. აი ზევიდან რატო უნდა დახაზო ეს რა ქვია იმას, ზებლა და კიდე სვეტაფორი დააყვანო. ეს ხო შენ თვითონ ნაფერხი მოძრაობს და. აი ავარიების წინააღმდეგი ვარ და საფრთხეს ვინც უქმნის, რა თქმა უნდა და არ ვიცი ეგ თუ უშველის ხომ კარგი. შეამცირებს ნამდვილად, იმიტომ რომ და საჭესთან როზიხან უნდა იყო ორიენტირებული იმაზე, რასაც აკეთებ. და არა ტელეფონზე. ჯარიმის გაზდასი რა გითხრა, მაგრამ აი თვითონ მეტი ყურადღება რო გამოიჩინოს პატრულმა ყოველი დარღვევაზე, უკეთესი იქნება რა. რომ ანუ თლად მისაღებიც არა, საკმარისი ჯარიმები იწერება რა, ანუ ამ ტელეფონის ჯარიმები და ასე შემდეგ რა, ანუ ტელეფონი კი მივემხრობი მაგ ჯარიმის გაზდას, მაგრამ ზოგი ჯარიმები არის, რაც ანუ არ უნდა გაიზარდოს რა.